დაბა ურეკში არასამთავრობო ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით აქცია მოეწყო. აქცია საქართველოში მყოფი უცხოელი არასამთავრობოები შემოუერთდნენ. ურეკის საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის მოთხოვნა ერთ კონკრეტულ საკითხს, კერძოდ კი დაბა ურეკის სანაპირო ზოლში არსებულ უკანონო შენობა ნაგებობებს უკავშირდებოდა. ურეკი ყველასია. ამ სლოგანით და ტრანსპარანტებით გამოსულ აქტივისტებს საქართველოს მწვანეები და სომხეთიდან სტუმრად ჩამოსული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ. დღევანდელი აქციის მიზეზია უკანონო შენობა ნაგებობები ურეკში, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ რატომ ხდება აქამდე არ ვიცი, რატომ არ შეაჩერეს ეს და შეჩერდეს ეს და აღებული იქნას, რომელიც გაკეთებული ისიც და აღარ მოხდეს შემდეგში უკანონო შენებლობები პლაჟზე მოქმედება ხელოვნური ადამიანების მიერ თვითნებურად. ამ დროისთვის საჯარო სივრცეები ურეკში არის პრივატიზირებული და შესაბამისად ესეთი სოლიდარობის გამოხატვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქციონერების გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლებიც გამოეხმაურნენ. აღნიშნეს, რომ მათთვისაც ასევე პრობლემას წარმოადგენს გადაკეტილი ზღვისპირა სკვერები და მასში განთავსებული ფასიანი ავტოსადგომები. და დღეს შემოვიდეთ საკასოპარატით, დამხდა ბიჭი. ახლა გადაიხადე ფული, მეოთხე რამდენი 2 ლარი. მე არ ვიცი ეს ვინ დააწესა, საიდან რა მოიგონეს ეს, ნამდვილად მე მაგალითად აღარ შემოვალ რაღაცა და არც ჩემნაირი დამსვენებელი არ შემოვა რომ გადაიხადოს ფული. ჩვენი ტყე-პარკი როგორც ქონდა ჩვენ საკუთრებაში დააუბრუნდეს სახელმწიფოს მოსახლეობის სარგებლობისთვის. ზღვის წყალსატევების მდინარეთა ნაპირების რეგულირების სანაპირო დაცვის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად პლაჟის გამოყენება სამკურნალო და რეკრეაციული ზონით არ იზღუდება. მისი გამიჯვნა კი დაუშვებელია. აღნიშნული პუნქტის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქტივისტები მშვიდობიანი აქციების გაგრძელებას აპირებენ.